პროფესორო, ხალხი მარსზე, მერკურზე, იუპიტერზე შიდა უპროცენტო განვადებით ბინებს იშენებს. მე კიდე აქ ვარ და ბავშვის სტაფილოს ჭამ. დღეს მატჩის დღეა, ტურის ცენტრალური შეხვედრა. იბერია 1999 ლევადია. იბერია ლევადიას და ყოვლის შემძლე ბრიუსის ერთდროულად პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებს. მე კაი ფილმი გამისწორდებოდა ნიხაბი. ჩაუჯექი 8 საათზე. ხო, ვიცი რომ უკვე პირველი შეკითხვა ეს არის, აბა რას ვიზავთ? რა თქმა უნდა, აუცილებლად მოვიგებ და შემდეგ ეტაპზე გავა. უპირობოდ წინაშუშა ერთიანი, ანუ ლაბავოი ერთიანი. ბებია შენთან ნუ გაიქცევი და კვირის ბოლომდე ნუ ესესხები წამლის ფულს. დაანებე მაგ ხომარს თავი, შეეშვი მაგ ტელევიზორს, ნუ ჩამოხსნი კაცო. მაცივარი ხო წაიღე წინა კვირას. იმის წინაზე კიდე გასქურა. შეეშვი რა. ბეჭედი დაგილომბარდო მაქსიმუმ კვირის ბოლომდე. ბიჭო და ალომბარდებული მაქვს უკვე რა. წინა კვირას დავალომბარდე. მაგ უთოს მაინც დაანებე თავი, შეეშვი არ ილომბარდებს. ვინ ყოფილა ბიჭო გამაგიჟებს საერთოდ. დაანებე იმ ბაბუაშენის მედლებს თავი, ხო შეიძლება შეეშვა. ყურ ერთი ამას არ უნდა მოკალა ეხლა ტახტს და ლოგინსაც დაადგა თვალი. ხო ხედავ ბიჭო, გააკოტრე ეს ქართული ტოტალიზატორები და შენი აკაუნთით რო გაგაშავეს, უკვე ბებიაშენიც გაუშავებიათ. ხუმრობა იქით იყოს და მე დღევანდელი შეხვედრის შესახებ ასეთი მოსაზრება მაქვს. ეს ესტონეთის ჩემპიონი დიდი გადამრიე ფეხბურთს ვერ თამაშობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა მოვიგოთ არა, მოვიგებთ. წელს ევროტურნირზე იბერიამ უკვე 3 შეხვედრა ჩაატარა. 3-ვეში დამარცხდა, შესაბამისად უკვე მოგების დროც მოსულა. ვერ იტყვი რომ წინა შეხვედრაში გადამრიე ფეხბურთი ვითამაშეთ, მაგრამ არც მეტოქეს მოუკლავს მაინც და მაინც თავი. ამ თამაშის ყურებას მე მგონი იმ ჯიმ ქერის ფილმის ყურება მართლა სჯობდა. პროფესორო, რას ფიქრობ? მოჩოთქე ანგარიში. ჩემი YouTube არხის გამოწერა უკვე არ გაგიჭირდება. აი აქ მიიტან თიც და კლიკებ შეხვალ და გამოიწერ. სამშობლოს თუ ვერ გამოადექი, ვიღაცას მაინც გამოადექი. გოჩაპიუზო.